Короче, ისიატი ვიყიდე რა, იმენა თესლი მანქანა. ეს არის ჩვენი S60 530D. D არ ნიშნავს დავით მუსუბიძეს, ეგ ნიშნავს დიზელს. მოკლედ ეს მანქანა არის M57 3.0 დიზელი. ჩაგვარდა საკმაოდ მისაღებ ფასში, მაგრამ ვიყიდე დაუქოქავ მდგომარეობაში და ეს მისაღები ფასი დაქოქვის შემდეგ გადაიქცა სრულიად ლოგიკურ ფასად. შეიძლება უფრო ძვირიც გადავიყადე ვიდრე ამ მანქანაში ესაბამება, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი საკეთებელი აქვს მანქანას. პირველად ვიყიდე ისეთი ავტომობილი, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი საკეთებელი აქვს. ვიზუალით, ძრავით, კოლოფით, სავალი ნაწილით, სალონით, აი აბსოლუტურად ყველაფერი საკეთებელია და ხალხო დამამშვიდეთ რა გეხოცებით და მითხარით რომ ხლამი არ მიყიდია რა. მიზეზი რა იყო ამ ყველაფრის? მოკლედ, ჩემი 36 ლურჯი ყველამ კარგად იცის სედანით, რომლითაც ევროპაში დავდივარ და შევიძინე პრიცეპი და ეს პრიცეპი და 36 დავაკავშირე ერთმანეთთან, ჩავაბი მისაბმელით და მე მივხვდი რომ სისრულელე გავაკეთე, იმიტომ რომ 36 საერთოდ არის გათვლილი მაქელა წონაზე, მით უმეტეს როდესაც პრიცეპზე მანქანა გიდევს და 2 ტონას და 2 ტონა ნახევარს რომ მიათრევ ტონა ნახევრიანი მანქანით, არც კი ტონა ნახევრიანით, საერთოდ არის გათვლილი მაღაზია და მეწოდება. ამიტომ გადავწყვიტე რომ შემეძინა რამე მძლავრი ავტომობილი, რომლითაც პრიცეპს ვატარებდი. საერთოდ არ მქონდა გეგმაში რომ შემეძინა BMW რამე, ანუ ვაპირებდი უფრო პიკაპის ან რამე ისეთი ავტომობილის ყიდვას, რომელსაც უბრალოდ სიმძლავრე იქნებოდა ძალიან იაფად ძველი მოდელი რამე, ოღონდ გამართული და ამით ვატარებდი მისაბმელს. მაგრამ უეცრად ჩემდა საბენდიერ თუ ჩემ და სამწუხაროდ გამოჩნდა ეს S60 დიზელი თან და ყველამ კარგად იცით რომ S60-ის დიზელები M57 ძრავი არის ლეგენდარული ძრავი და ყველას მოსწონს, აი მინუსები არა აქვს ამ ძრავს, სიმძლავრე საკმარისი აქვს. წვითაც ძალიან ეკონომიურია და ძალიან გამძლეა. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ ავტომობილს, ეს არის 2003 წლიანი S60, თუმცა რესტაილინგის ფარები აქვს დაღენებული, მის წინა მეპატრონეს, როგორც წინ ასევე უკანაც, ანა გამომყევით, ან უკანა უნდა ვაჩვენო რა. ეს ობობა დისკები 1.19-ების, სხვადასხვა დაკიდების სისტემაც აყენია 550-ის და ასევე სამუხრუჭე სისტემაც საკმაოდ დიდი აპორნები და სუპორტები აყენია მანქანაზე. ეს fake grill არის M5 სტილში, რომელსაც სავარაუდოდ მე ავაზრობ. სალონზე ოდნავ მოგვიანებით გადავიდეთ, უკანაც რესტის ფარები აქვს, საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ეს უნიჭოდ გაკეთებული გამშვები ნაყუჩის თავები, რომლებიც ერთი სხვაგან იყურება, მეორე სხვაგან. რატო არის ესე არ ვიცი? ეთქვა მე ამ ემის თავებს ვეღარ ატევდნენ, გაიგე და გააცალკევეს რა. ევაკუატორი მე რა ბახა ის იმის ტყუილები. ო, წვეთში ეგეთი გამშვები მაქვს. მაგრამ სხვათა შორის კარგია რომ 4 გამშვები არ დააყენა ვიღაცამ და მაინც 2 აქვს ხალხურ თავის ადგილზე რა. ეგ ძალიან კაია. სხვა დანარჩენი ისეთი არაფერი ვიზუალურად რა თქმა უნდა მანქანა მოსაწესრიგებელია, შესაგებია, ბევრი დეტალი ძალიან. ხო, სახურავი დამავიწყდა. სახურავი აქვს სულ დაჯეჭილი დაღუნული. ეს ემთლად არ იყო, მაგრამ კორპუსის წინ მეყენა, ეხლა თოვლი რომ მოვიდა, გადმოცვიდა თოვლი და საერთოდ ჩანგრი აქაურობა. კიდე კაი ლუკი გადარჩა და არ გაწდა. მაგრამ არა უშავს, ესეც მე მგონი გასწორებადი და შეიღებება რა მოკლედ. ეს მანქანა ვიყიდე $2800 რა. ყველა მეუბნება რომ ძალიან იაფია და ვიყიდოთ და რა უნდა ჭირდეს ასეთი და ასე შემდეგ და მეც რამე მეთქი ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიმდის, რაღაც სოლი მოვიყვანე იქ, რაღაცა ბინა ვიყიდეთ, რაღაც ყველაფერი დალაგებულია თითქოს რა და პრობლემები მაკლა რა მოკლედ. ნუ ვიყიდე S60-ის დიზელი. თან დაუქოქავ მდგომარეობაში არ იქოქებოდა. არ ვიცოდი რა ჭირდა ავტომობილს და რო დავქოქე, კოლოფი არ მუშაობს კარგად. სავალი ნაწილი განადგურებულია, ეგრეთ წოდებული პანატონები მოგლეჯილია და ძრავი პირდაპირ ტრავერსზე დევს და ეხლა მთელი დიზელის ვიბრაციით დავდივარ რა ესე. მაგრამ დავაყენებ, რა თქმა უნდა, შევცვლი. სალონში არის სხვათა შორის ტეხვადის სავარძლები და ხათაბალას მოვიკითხავ. გაგრილება, გადფობა და მასაჟებიც კი აქვს. რაც საკმაოდ კარგი ნავაროტკაა და იქით პარშკა როგორ ამთხარებს სახე გველოდება მანქანაში. ვაი, როგორც ის. სალონში შეგიძლია ჩაიხედოთ და დაგვდებათ არაჩვეულებრივი უსვეჟესი სალონი. აი, ნახეთ მეგობრებო, უბრალოდ რა სვეჟი არის. აი, თვითონ ტყავი, აი. მე გავარჩი, ხო იცი, ვეფხსოვი ჩაისოვენ ტაისონის. ტაისონის ვეფხიში და მაგალაში და მაგითო ეგრე ბაზარი არა. საჭეს ეგრე არის, რა ვიცი, აი, სახეა გამზრვალი, რა ვიცი. ეს არის ტეხვადის ავარდნები, ნახეთ ამ. მე ვეღარ გაგერეცხათ მაინც რას გავსო. რა თქმა უნდა უამრავი შეცდომებით, მაგრამ ეს განათება ძალიან მომწონს სხვადასხვა ეს ისინი რა ქვია.
თეთრფერებში რო არის და ნახე რა მაგარი ლიკვი მოლი მაქვს ძერს კი შავი. რა თქმა უნდა საბურავებით ცალცალიაყენია და საშინელ მდგომარეობაშია. მოკლედ თუ რამე შეიძლება მანქანას ჭირდეს, აბსოლუტურად ყველაფერი ჭირს. პირველი რაც გავაკეთე ამ მანქანაზე რა თქმა უნდა დაქოქვა იყო რომ ერთსუნი მქონდა რომ დამიქოქვა მეთქი რა როგორია დიზელი რა შვება მუშაობს არ მუშაობს დასუკულია რა ჭირს და ასე შემდეგ. და ამის კადრებს ნახავთ. ეს მანქანა წამოვიყვანა შინდისიდან რა და Facebook-ზე დადო ამ ადამიანმა ვიცყიდა და სულ ედო 2 საათი განაცხადი რა. ანუ მაიებტოზე არ დაუდია საერთოდ. ხო და დავსკრინ და შევინახე იმ მომენტში არ მეცადა რომ ამერიკა და ცოტა მოგვიანებით დაურეკე როგორც მითხრა მე თურმე ვიღაც მიდიოდა სანახავად მეთქი მეც ამოვალ არ არის პრობლემა თქო ხო და რო წავედი ესე გამოვიდა რომ ანტივერონებას ვინც მიდიოდა სანახავად დავასწარი ანუ ეგეთი ტიპი არა ვარ რომ ვიღაცას დავასრო და წავართო რაღაც მაგრამ ეს ტიპი ვაფშე აღარ გამოვიდა რა აღარ დარეკა საერთოდ შესაბამისად მომეწონა ეს მანქანა მომეწონა იმიტომ რომ კუზავი კარგია დაურტყმელია თან შავია შავი პიცოდი მაინც უსვა რა აუ ეს უნდა დაგატო ეხლა რუსული სიმღერა მიაგი ხო რა კალიბრი ევროპულია დიზელია 3.0 და მე ამ ყველაფრის მოგვარებაში ეხლა მანქანას პრობლემები აქვს რაღაცებს მივაგენით გადავედით გადმოვედით მცველებიო ისაო ესაო ხათაბალა ვინც არის კაროსას ხათა ამოყავი თავი მოკლედ ძალიან მაგრად ერკვევა დიზელებში BMW-ებში ზოგადად რა ხო და ესე მთელი დღე ამ მანქანას დაუთმეთ მოკლედ და იმედი მაქვს რომ სადახანში დავქოქავთ როგორც მივაგენით დამწვარი არის ტუმბო, რომელიც დგას ნასოსი, რომელიც არის დგას ბაკში, უშუალოდ შიგნით ბაკში რომელიც არის და ეგ ნასოსი უნდა შევცვალოთ. ვინაიდან რადგანაც ეგ ნასოსი არის შოვება, ზოგადად უბრალოდ ამ შუაღამეზე ვერ ვიშოვეთ, ვაგანებთ ბენზინის ნასოსს. ხო, თქვენს ეკითხვა გაგიჟდათ ალბათ რაც მე თავიდან იმუშავებს თუ არა ბენზინის ნასოსი დიზელზე, მაგრამ როგორც პრობლემებია იმუშავებსო. რა ვიცი, ნახოთ მოკლედ. ახალგაზრდობა რაღაცებს გადავაწყობთ, გადმოვაწყობთ ამ ნასოსს. ჩავსვამ შიგნით და იმედია რომ დაიქოქება. მანამდე ანა რაღაცებს იღლაბუსებს. ჩეპე სიმო რა მოძრა? მაგარი არის ეს 60 ადამიანია მოსათებია ბიჭო ბენზინთან ავფეთქდებით დიზელი უფრო ფეთქებადი. დიზელი არა ფეთქებადი ხო, მაგრამ ეს ნახეთ მაკაგონჩიკა ყველგან მაკაგონებია დათო დავდგეთ მე რა რაზე მიდგები კაც? ჰა? რაზე მიდგები? ამით დავდგეთ 325-ზე? ხო Civic-ზე გაგასწრებ 325-ზე? Civic არ არის ჯერ ერთი CRX-ია და ვერც იმაზე ვერ გამასწრებ CRX-ზე გაგასწრებ. აი როგორ ვირვიტან Civic-ს რო ეძახის და იცის ო როცა არ გვაქვს ფენი, დავატყოთ. რა ფეთქით. ბიჭო მართლა არ ავფეთქდოთ წეგანაზე გავაკეთეთ ეგ შიგნით და სავსეა მაგ დიზელით და რაღაცში ყავით იცი. ჩეპეს იყო. ჩეპე გატეხა ესეც გატეხა ეს მოსაზრობი იყო ეს ფილტრი არის არა. რას გადავიგდე? აუ, თავისი დავაყილო. და ოფენი რო ქონდეს. მოდი გავაცხელოთ კიდე. ფენი გვაქვს. ფენგოს არა აქვს ფენი არა ის წავიდა. აუ ის ავიდა. ან შეგავენ ზავიყო დიზელი. მაგიგი ეგეც არის ხო ეგ ჩასვი ვიდეოში რომ იმის გამო ვაკეთებ ამ მახინაციებს რომ ღამე არის ხო დიზელის ნასოსის შოვნა ქეჩომილია. მაგითო გითხარით ერთი დღე დაგეცადეთ მე გამარჯვება ისიც რთულია და შოვნა თავარი ამ თემა რა არის რომ მანქანა დაიქოქოს რა ლიჟვი დაიქოქოს და ბევრი პრობლემა ნახეთ იქ რაღაცა დავცვლები იყო დავწვარი იქ კიდე რაღაც პრობლემები არის ახლა იქ. ხო და არის იქ რაღაცეები ისიც რომ დავქოქოთ ლიჟვი რა რავი ტრიალებს იქ კარგი არის ეს არის მაგ როცა ხარ BMW-ში და სულ მოუთხარი ხდე აი მაგაზი არის ეხა გეტყვით მე აგიხსნით ხალხო რა ცდილობენ რომ მოგად აი ეს ნასოსი რაც არის შუაში გაცენტრონ ხამუთებით ეს ნახე რა მაგარია ადრე რა ნომრები იყო 899 აუ ძალიან მაგარია BMW ნიჩიო იქოქება აბარო ციგე აუ ვეღარ მოვასწარი ესენი ჩაეხუტნენ წეღან ერთმანეთს გები ხედავ გავაკეთე მოიდა გავაკეთე მაგარი ვარ გინდა თუ თქვენი მანქანებით ესე მარტივად გავაკეთო ქარუჯიდან გამომიტახეთ სიგარი არა მანქანა დავუყო აუ როგორ გავუყარდათ მაგას დაქოქვა და პროფესიონალების გამოძახება შეგიძლიათ ქარუჯიდან რატო ჩემი თვალები გიჩემია თუ ამის შეგ აუ კაი აგერ კვიცი
აი ეს არის კვიცი. აჰა, ერთი წავაგაზავ ერთი. აუ, ეს ტურბინა როგორ ცლის იმას. აუ, შესაც რბილი საჭია აქვს? ერთ აბარუტიანი საჭია. ერთ ფრონს აკეთებ. არის კიდე ნახევარ აბარუტიანი, აი ეს რო გაწევ, ვიცი კი. აი ამაზე კეტავს. და ის ძალიან ძერს კი არის. მაგრამ ესეც კაი არის რა, ძალიან კომფორტული არის. მოკლედ მანქანა ჰაერში არის. გადავამოწმეთ სავალი ნაწილი მთლიანად და სასურველია რომ შეიცვალოს ყველაფერი, ანუ გულის მოფეს გიტარები, რომელიც გაჩარხულია. ეს გიტარაც სტერჯინებიც არ ვარგა. რაც შეეხება პადმატორნებს, აქედან გამოჩნდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ პადმატორნები ძალიან ცუდ დღეშია. და გადააქვს ძალიან ცუდი ვიბრაცია. კოლოფის კარტერი შეიცვალა, ახალი დავაყენეთ, რა თქმა უნდა, ზეთი ჩავასკილი უკვე მოლის, დანამაცაც ჩავასხამ ცოტა ხანში. რაც შეეხება უკანა მხარეს, აქაც გიტარებში ეს ტურკები უკვე აღარ ვარგა, შესაძლებელი იქნება უნდა გავჩარყოთ ან შეიცვალოს, ასევე ეს ზედა ბუმერანგებიც უნდა შეიცვალოს და დანარჩენი რა, პრინციპში რაღაც დარჩა, მთლიანი მანქანაზე შესაძლებელი არის სავალი ნაწილები რა. ქვევით რაც არის რა. ხო, იო მითხრა რომ შენ მანქანასო ვებასტო უყენიაო, რომელსაც ვეცდები რომ გავმართო. ანაც მოვიდა. მანქანა თუ არის მიმიშვი რა, ანაც მოვიდა. ხო და ეს Dynamic Drive-ია და ეგეც უნდა გავმართო რა, იმიტომ რომ ძალიან კაი რამეა. ეს ბაჩოკი არ მომწონს, კიდე აქ საშინელება არის. და დაუნფაიბი უნდა დავაყენო. გაბოლოს და იყოს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ტექტორულება მე არ გამიტარონ. ამაზე მოვიფიქრებ რამეს. ისე მაგარი მახინჯია. ზეთები გაგვდის რა თქმა უნდა, კლასიკურად BMW-ზე, რატომაც არა. სავარაუდოდ კარტერიდან გაზდის, კარგად დავაფორიელებ, საიდან არის და ეგეც უნდა მოიხსნას და გაიწმინდოს. აქ ეხა ბევრი სისველია, მაგრამ ეს სისველი არის იმის გამო, რომ დიზელის შლაგი მქონდა გადახსნილი და ჩამოასხა ქვევით დიზელი და მაგიტომაც არის ეს. გავიდა. კაი, მოკლედ ეს დისკი ნასვარკია, აღარ ვარგა. წინა დისკები ნასვარკი არ არის, მაგრამ გასასწორებელია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვიბრაციები აქვს. ბევრი რაღაცეებია საკეთებელი რა, მანქანაზე და რეებს გავაკეთებთ ნელა გეტყვით რა თქმა უნდა ყველაფერს. რეები გაშოვნინო არა? საბურავები მაშოვნია. ასეთები. ეს არის ორიგინალი Hi-Fly, ჩინური არის. გელა რა სიტყვი აღოვაზე? მაგარი. ნახე, კამერაში არ ამობს არაფერს. დავაი, გამიწიეთ ეხლა, გამიწიეთ. გელა გიშლი შემი ისა იაღობა ჩამოვაგდო? კი, შეოხდეთ. წინ რა ხდება, რაღაც კაბელები არის ჩამოვარდნილი. ინტერკულერი ისეთი დასვლილია რომ აი რა ვიცი. ზეთიც გამოვაკ ინტერკულერში. ხო და ეგეც უნდა ვნახო. ზრავის სალკე მისახედია რა თქმა უნდა. კაი, მოკლედ ჩამოვუშვებ მანქანასთან და არჩეს უკვე მე გეტყვით. ხო, მე რომ გამიხარდა რომ დაიქოქა და რაღაცეები, თურმე ნასოსი იყო დამწვარი და გარდა მაგისა ბერმიცველები ნახავდით ვიდეოში. წავედი უკვე კოლოფს. გადაცემათა კოლოფი რომ მომეწესრიგებინა რა. და როგორც აღმოჩნდა, კოლოფში საერთოდ ზეთი არ იყო, გაშვებული ხონდა, კარტერს უშვებდა. კარტერი რა თქმა უნდა ახალი დავაყენე და უღრმესი მადლობა გეზ მოტორს იმისთვის რომ მოგცა ორიგინალი ლიქვიმოლის ზეთები, რომელიც შეესაბამება ჩემს კოლოფს და სხვათა შორის კოლოფა დაიწყო მუშაობა. თავისი სიცოცხლის უნარიანობის 80%-ით მაინც მუშაობს, რაც ამ ეტაპისთვის მისაღებია. თუმცა იდეალური არ არის. ძრავზე მივედი, რა თქმა უნდა, ერთ ძალიან კარგ ადამიანთან, გიორგი სართანიასთან, უღრმესი მადლობა მას. დიზელის სერვისი Facebook-ზე აქვთ თავისი გვერდი და ლინკს შავსვამ აუცილებლად. უღრმესი მადლობა გიორგის, იმიტომ რომ ეს მანქანა საერთოდ არ იქოქებოდა, განადგურებული იყო აბსოლუტურად დაჩიკები, ეგრეთ წოდებული სენსორები, სპირალები არ მუშაობდა და ასე შემდეგ. ბევრი პრობლემა ჰქონდა ძრავს, ტურბინას არ ირთვებოდა. არ მუშაობდა, ატმოსფერული დიზელით ავდიოდი და მაგ ბიჭმა სულ რაღაც 2 საათში, 3 საათში ყველანაირი პრობლემა დაალაგა და ახლა საათივით იქოქება ავტომობილი და პრობლემა არ აქვს ძრავს. ერთადერთი დაგვრჩა ეგრეთ წოდებული ფარსუნკების, ინჟექტორების ამოყრა, შემოწმება და თუ რომელიმე დაზიანებულია, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს. ეგ დანარჩენი ტექნიკურად ძრავი სულად გამართულია რა, ძალიან კარგად მუშაობს, გაწევაც საკმაოდ კარგი აქვს. ოდნავი ბოლი აქვს, თუმცა მაგ ბოლს მიეხედება მას შემდეგ, როცა ფარსუნკებს მოვიყავთ წყობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიოს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ ეხლა უნდა მივიხედო სავალ ნაწილს და პადმატორნებს და ეგეთ რაღაცეებს, რომ მანქანამ გაიმართოს იაროს. სხვადასხვა შორის Dynamic Drive-ი აქვს ამ მანქანას და ეგეც არ მუშაობს. არაფერი არ მუშაობს, მოკლედ რა, ყველაფერი ანთებს და ეგეც მოსაზრებელია და მინდა რომ მივახციო იმას, რომ ამ მანქანაზე ჩავავა პრიცეპი და დრიფტ კარი და ანას CRX-ი და ანას BMW.
კომპაქტი, დრიფტკარი, უნდა ვატარო. ხო და იმედი მაქვს მაგას მივახცებ, რა ვიცი, კოლოფი, ამის კოლოფი თუ მომწევს მაგის შესაძლებლობას. თუ არა და მოვიწევს ან გამექანიკება, ან 8 HP-ს დაყენება. საბოლოო ჯამში ამ ავტომობილის ყიდვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მანქანა არ არის დანარტყამი და ნაავარიები და არც ჟანგებში არ არის და ასე ვთქვათ, კუზაო შევიძინე მარტო, საკმაოდ ძვირი გადავიხადე ალბათ, მაგრამ ამ ეტაპისთვის დადის მანქანა. მოკლედ დამამშვიდეთ ხალხო, მითხარით რომ ხლამი არ მიყიდია. თუმცა ხლამი ვიყიდე კი. მოკლედ იმადი მაქვს რომ ნორმალური მანქანა შევიძინე და რაღაც გამოვალ საბოლოო ჯამში. არქის გამოწერა რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ 20000 გამომწერზე როგორც კი ავალთ, ავარჩევთ 3 გამომწერს და ვასწავლით დრიფტ ანას კომპაქტით. შემდეგი ვიდეოებიდან გვექნება გათამაშებები Gez Motors-თან თანამშრომლობით, რა თქმა უნდა. გავათამაშებთ ძალიან კარგი რაღაცეებს, ძრავის ზეთებს, დანამატებით და ორგანაიზერებს და მოკლედ ძალიან ბევრი პროდუქტები იქნება ისეთი, რომელიც თქვენს ავტომობილებს ძალიან მოეწონება. ასე რომ ადევნეთ თვალი ჩვენს YouTube ვიდეოებს და დაგვიწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ ამ მანქანაზე. მოკლედ, ველოდებით თქვენს კომენტარებს და რა თქმა უნდა, პროექტის გაგრძელება იქნება. თუ დაგაინტერესებთ მსგავსი პროექტები, შემდეგ შეიძლება სხვა მანქანაც შევიძინოთ საპროექტოდ. კი ანა, რატომაც არა? ხო გინდოდა ტურინგი 36 საწყობა? მე არა. აი, მე წავედი.